მოიმზადეთ, ჩავდივართ. 1 2 3 კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს ჩვენ საუბრობთ მე-20 საერთაშორისო საღდგომო ფესტივალზე და სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში 13 მაისს 19 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მეტად საინტერესო კონცერტი ქეთევან ქემუქლიძე და თამარ লিჩელის სოლო კონცერტი და გალბატონი თამარი იქნება ახლა ჩვენი სტუმარი სატელეფონო ჩართვით. გალბატონი თამარ, მოგესალმებით საღამომშვიდობისა და მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. მადლობა. როგორ ბრძანდებით პირველ რიგში? კარგად, როგორ ბრძანდებით? ძალიან კარგად, ჩვენზე გვახარებს რომ ესეთი კარგი თემა გვაქვს ჩვენ პირველ ნაწილში ვთქვათ ვისაუბროთ გალბატონმა ანასთან და სწორედ ერთ-ერთი ამ ფესტივალის შემადგენელი ნაწილი იქნება თქვენი კონცერტი ქეთევან ქემუქლიძე ჩვენი სასიკადულო საყვარელი ძვირფასი მეცო-სოპრანო მომღერალი და თქვენ ასევე შესანიშნავი პიანისტი და გითხარით ამ კონცერტის შესახებ რომელიც ცხადი ამ ფესტივალის ფარგლებში და თქვენ რა შესწავლოთ ზოგადად თქვენი აზრით საინტერესო ამ ფესტივალზე რომელიც უკვე მე-20-ით იმართება. დიახ, იცით რა პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩემი დამოკიდებულება მინდა გამოხატო ამ ფესტივალის მიმართ, იმიტომ რომ წლების მანძილზე მონაწილეობ და ყოველთვის ეს ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასია ჩემთვის ეს ფესტივალი ყოველთვის განსაკუთრებული მონაწილეებით და პროგრამებით გამოირჩევა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რა თქმა უნდა ქალბატონ მანანა ხვედელიძეს, რომელიც არის ამ ყველაფრის ორგანიზატორი და რომლის მოწვევით და ინიციატივით გვექნება სწორედ მედაქეთის კონცერტი. რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს კონცერტს, ესე იგი მე და ქეთის დიდი ხანია უკვე გეგმაში გვაქვს რაღაც ასეთი ერთობლივი კონცერტი. და ვფიქრობ, რომ ძალიან გამორჩეული და საინტერესო პროგრამა იქნება მსმენელისთვის. ეს გახლავთ ბოშურ თემებზე შექმნილი ნაწარმოებები კლასიკურ რეპერტუარში. საინტერესო ჟღერს, უკვე საინტერესოა. ძალიან მე მგონი ისეთი მუსიკაა, რომლითაც არა მარტო მუსიკოსები, არამედ ზოგადად მუსიკის მოყვარულები ძალიან ისიამოვლებენ. ეს გახლავთ, ეხა არ მინდა რაღაც შემეშალოს, მაგრამ თუ არ ვცდები, არ შესრულებულა ჩვენთან ფლორჟაკის ბოშური მელოდიები. ეს არის ძალიან საინტერესო და ულამაზესი ციკლი, რომლითაც დავიწყებთ ჩვენ კონცერტს და შემდეგ რეპერტუარში გვექნება უკვე დონიცეტის, ჩაიკოვსკის, პუჩინის ნაწარმოებები და ჩემი მხრიდან როგორც სოლო გამოსვლა მექნება ლისტის ნაწარმოებები, სარასატეს ნაწარმოები, რომელიც ენესკოს მიერ არის გადაკეთებული ფორტეპიანოსთვის და ძალიან ისე ორიგინალურად ჟღერს და გალბატონი და მაქვს რომ დიახ, მედი გვაქვს ჩვენს რომ ძალიან ისიამოვნოს მსმენელი. ახამდე თქვენ და ქეთის თუ გქონიათ ეს ერთობლივი კონცერტი? თუ პირველია? მქონია ერთობლივი, არა, ერთხელ მქონდა ერთობლივი კონცერტი და აი სწორედ იმის მერე გვაქვს სულ გეგმაში და რაღაცნაირად ვერ მოვახერხეთ, იმიტომ რომ მეც დაკავებული ვარ ქეთი მოგეხსენებათ, თალკე მინდა კიდე რა თქმა უნდა ქეთიზე თქვა რომ ძალიან მახარებს მასთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი აი როგორც თქვენ თქვით, მართლა სრულიად გამორჩეული. ნამდვილად სასიკადულო. ეს სიტყვა ეკუთვნის. სასიკადულო და ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ვინც წარადგენს საქართველოს. კი ბატონო. შედარებით ამ კუთხითაც არის ეს ფესტივალი მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ასე ვთქვათ ფუნქცია ესეც არის ფესტივალის, რომ არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის აი უცხოეთში მცხოვრები, ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი მუსიკოსები ერთიანდებიან ამ ფესტივალის ფარგლებში და აი ქეთის მონაწილეობას ამაზე მეტყველებს და ზოგადად გავსი ფესტივალები რას ნიშნავს ქვეყნისთვის, იმიტომ რომ თქვენ არაერთ ფესტივალში მიგიღიათ მონაწილეობა, რამდენიმე ფესტივალის თავბრძანდებით, ასე ვთქვათ, საორგანიზო ნაწილის წარმომადგენელი და ესეთი ფესტივალი რას აძლევს ქვეყანას მუსიკალური კუთხით საერთაშორისო დონეზე მათ შორის. იცით რა, ძალიან ისეთი თემაა ეს, ბევრი რამის თქმა შეიძლება. ვთქვათ, შემსრულებლები, რომლებიც მე მქონია აი ჩემს მიერ დაარსებულ ფესტივალზე ესეთი არაერთი შემთხვევა, რომ არაჩვეულებრივი მუსიკოსები, ვთქვათ, არც ელოდნენ, რომ საქართველოში გაგვაჩნდა ასეთი დარბაზები და ასეთი მსმენელი. ეს თავისთავად მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს სახელი და შთაბეჭდილებები გააქვთ მათ და რაც შეეხება ქართული შემსრულებლების აქ ჩამოყვანას, აი რომელსაც ეს ფესტივალი წლების მანძილზე ემსახურება და აი არ ვიცი იმდენი მუსიკოსის გახსენება შეიძლება, ვინც სწორედ ამ ფესტივალის დამსახურებით ჩამოდის უკვე წლებია და
მე მგონი რომ ეს მარტო ქართული მსმენელისთვის კი არა თვითონ იმ შემსრულებლებისთვის არის ძალიან დიდი სიხარული და სტიმული იმიტომ რომ დამეთანხმებით და ყველა მუსიკოსი დამეთანხმება რომ რაც არ უნდა საერთაშორისო არენაზე იყოს გასული მუსიკოსი საქართველოში გამოსვლა მისთვის ქართული მუსიკოსთვის ყოველთვის არის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და განსაკუთრებულად დიდი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქ უსმენენ ის ადამიანები, ვინც მათ განვითარებას ბავშვობიდან ადევნებს თვალყურს. გარდა ამისა, ცხადია ფესტივალებს სხვადასხვა დატვირთვა აქვს ყველა ფესტივალს პროგრამის თვალსაზრისი, თქვა ზოგიერთი ფესტივალი, მე ალბათ ამას თქვენთანაც გავაშუქებთ ქართული მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება, არის თემატურად აწყობილი ფესტივალები, რომელს მსმენელს ბევრს აძლევს პროგრამის გაცნობის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ასე რომ ძალიან ისეთი თემაა მრავალფეროვანი და მრავლის მომცველი, რომელზეც უსასრულოდ შეიძლება ლაპარაკი. კი ბატონო, რა თქმა უნდა და ძალიან გვახარებს რომ ჩვენ როცა ვიძახით რომ მე-20-ია ეს ფესტივალი, ეს ნიშნავს იმას რომ აინტერესებთ, ინტერესი დიდია, მზარდია ყოველთვის და სხვა შემთხვევაში 20 წელს ვერ გაუძლებდა და წლიდან წლამდე ეს ის ფესტივალია, სხვა ფესტივალებთან ერთად რომ წლიდან წლამდე ელოდება მსმენელი და მაყურებელი ყოველთვის და ძალიან გვახარებს რომ ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალი, რომელსაც ყოველ წელს ველოდებით. დიახ და ასე ვთქვი კიდე ერთხელ ვიტყვი რომ სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში გაიმართება თქვენ და ქალბატონი ქეთევან ქემუკლიძის კონცერტი. ქეთევანი არ არის ახლა საქართველოში, შემოვერთება ძალიან მალე და ჩამოვა სპეციალურად საგანგებოდ მე მქონა ქეთლისთან საუბარი. მინდოდა მოწევა, მაგრამ მითხრა არ ვარო და სპეციალურად ჩამოვალ კონცერტისთვისო და დიდ მადლობას გიხდით ქალბატონ თამარ, ჩაგვერთვეთ გამონახედრე. დიდი მადლობა თქვენ. და აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩემს მსმენელს რომ 13 მაისს 19 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის თბილისური მარათონის მორგი კონცერტი ქეთევან ქემუკლიძე და თამარ ლიჩელის სოლო კონცერტით, ესე იგი წარიმართება. აი ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ჩვენ დღეს მთლიანად დაუთმეთ ეთერი სააღდგომო ფესტივალს და ვფიქრობ რომ იმსახურებს ეს ფესტივალი რომ ჩვენ გვესაუბრა ამ ფესტივალზე ვრცლად. ქალბატონი მანა ხვედელიძე ძანდებოდა პირველი ბლოკის სტუმარი, რომელიც ძანდება ფესტივალის დამაარსებელი ორგანიზატორი, შეიძლება ვთქვათ ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი, ხოლო ახლა გვესაუბრებოდა პიანისტი თათა ლიჩელი, რომელიც ქეთევან ქემუკლიძესთან ერთად კონცერტს შეასრულებენ. მადლობა ყურადღებისთვის, ასე ამონო საღამოს გესწორებ და გამშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.